ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები გამოიწვია შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებამაც. კრისტოფერ ლანდაუ ამბობს, რომ შტატები დიდი ხანია ვერ ახერხებს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში აშკარა შეუსაბამობის მოგვარებას. ამერიკელი დიპლომატის მტკიცებით ასეთი შთაბეჭდილება ნატოს მინისტერიალზე გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა. ლანდაუ წერს, ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნებია ორივე ორგანიზაციაში, როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთუსაფრთხოების ქვაკუთხედია, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველანაირ დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებსა და უსაფრთხოებას, დაწერა დიპლომატმა. იკვეთება ის ინტერესთა შეუსაბამობა, რომელიც მათ შორის ნატოს დაფინანსების, ნატოს შეიარაღების გაძლიერების მიმართულებით აქვს განსხვავებები და ევრობიუროკრატია, რომელთაც არ მხოლოდ წევრი სახელმწიფოები აღარ არიან კმაყოფილები მათი საქმიანობით, არამედ მათ შორის ღიად ჩანს მათი მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ის ბოლო სკანდალი, რომელიც ჩვენ ნახეთ, კორუფციული სკანდალი მავსხედველობაში, მთავარი მიზეზი ალბათ ჩემი აზრით კიდევ მეორე არის რუსეთ-უკრაინის ომთან განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა დარწმუნებულია, როცა ეს ომი დასრულდება, ევრობიუროკრატისაც ეხყოფა გონიერება პირველ რიგში ევროკავშირის ინტერესებიდან გამოვიდეს და არა გარე ძალების და პატივისცემ წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. თვითონ ევროპელი პატრიოტები და ის ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებდნენ, ისინიც მიუთითებდნენ, რომ ევროპა და მისი ბიუროკრატია ევროკავშირის არ მოძრაობს იმ მიმართულებით, რომელიც სჭირდება ევროპას განვითარებისათვის. ეს ყველა ციფრიდან ჩანს. ერთხელ დავასახელე, ეკონომიკური ვარდნა არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება არის. ნახეთ სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები, რომელსაც ამდენიმე წლის წინ არც კი დავიჯერებდით ვინმეს რომ მეთქვა. ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ ევროკავშირში არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, არამედ არსებობს მორალური კრიზისი პირველ რიგში, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი და ზოგადად ევროპული სახელმწიფოები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მორალური კრიზისი იქნეს გადალახული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ამ ღირებულებების რეალური გადაფასება და ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორისაც ურთიერთობების გაჯანსაღება მოხდეს.